სასწავლო თავგადასავალი იწყება. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ცელქი მეოცნებე გოგონა. ერთხელ ტყეში სასეირნოდ წავიდა, ტყე კი ძალიან ლამაზი იყო. გოგონა პეპლებს დასდევდა და ყვავილებს კრებდა. ოცნებაში გართულს გზა აერია და მოულოდნელად პატარა სახლს წააწყდა. ამ სახლში 3 დათვი ცხოვრობდა. ამ დროს დათვები შინარიყვნენ, ტყეში წასულიყვნენ სასეირნოდ. ყველაზე დიდი და ბანჯგვლიანი დათვი მამა გახდათ. საშუალო ზომის დათვი დედა, მესამე პატარა კი დათვის ბელი იყო. სახლში სულ 2 ოთახი იყო, ერთი სასადილო და მეორე საძინებელი. მაგიდაზე ფაფით სავსე თეფშები იდო. ყველაზე დიდი თეფში მამა დათვისა იყო. იმაზე ცოტა პატარა დედა დათვისა. სულ პატარა ლურჯი ჯამი კი დათუნიასი. გოგონამ ჯერ სულ დიდი კოვზი აიღო და ფაფა შეხვრიბა დიდი თეფშიდან. მერე უფრო პატაღა კოვზს დასტაცა ხელი და დედა დათვის ფაფა შეხვრიბა. ბოლოს პაწაწინა კოვზით შეხვრიბა დათუნიას ფაფა, რომელიც ყველაზე ძალიან მოეწონა. ფეხზე დგომით დაიღალა გოგონა. მიიხედ მოიხედა და 3 სკამი დაინახა. გოგონა ჯერ სულ დიდ სკამზე აცოცდა, მაგრამ ძირს ჩამოვარდა. ვერც საშუალო სკამს მოერგო და ბოლოს პატარა სკამზე დაჯდა. ისე მოეწონა, რომ გულიანად გადაიკისკისა და სკამზე ქანაობა დაიწყო. უცებ სკამი ჩატყდა და გოგონა სკამიანად ძირს დაეცა, მაგრამ მაშინვე წამოხდა და სკამიც თავის ადგილზე დადგა. გოგონა მეორე ოთახში გავიდა. იქ 3 საწოლი იყო. გოგონა ჯერ დიდ საწოლში დაწვა, მაგრამ არ მოეწონა, ძალიან განიერი იყო. მერე საშუალო საწოლში ჩაწვა და მეტის მეტად მაგარი ეჩვენა და ბოლოს პატარა საწოლში დარჩა და გემრიელად ჩაეძინა. რა კარგია ტყეში სეირნობა, პეპლებთან თამაში. დათვის სახლიც კი ვიპოვე, ვითამაშე ბევრი. ფაფაც ჩამევი ქანავე და ვიძინე კარგად. დათვები შინ დაბრუნდნენ, ძალიან მოშიებოდათ. ის იყო სადილად უნდა დამსხდარიყვნენ, რომ მამამ აიღო ჯამი და დაიღრიალა. მერე დედა დათვი აღრიალდა. ბოლოს გაოცებულმა დათუნიამ თქვა, ნეტავ ვინ შეჭამა ჩემი ფაფა? მამამ თვალი შეავლო თავის სკამს და დაიღრიალა. ვინ იჯდა ჩემს სკამზე და ვინ დაძრა ადგილიდანო? დედამ შეხედა თავის სკამს და დაიღრიალა. ვინ იჯდა ჩემს სკამზე და ვინ დაძრა ადგილიდანო? ბოლოს დათუნიამ ჩაიბურდღუნა. ნეტავ ვინ იჯდა ჩემს სკამზეო? მერე 3-ვე საძინებელში შევიდა. დახედეს თავიანთ საწოლებს. მამამ დაიღრიალა. ვინ იწვა ჩემს საწოლშიო? მერე დედა აყვირდა. ვინ იწვა ჩემს საწოლშიო? ბოლოს გაოცებულმა დათუნიამ თქვა, ვინ წევს ჩემს საწოლშიო? ამ ხმაურზე გოგონას გამოეღვიძა. დათვები რომ დაინახა ძალიან შეშინდა. წამოხდა და ტყისკენ მოკურცხლა. ამის შემდეგ გოგონა ტყეში მარტო აღარ წასულა. გახდა წყნარი და დამჯერი. ბავშვებო, არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ.